ჩვენი ისტორია დაიწყო უბრალო ბანალური მუცლის ტკივილით მიმართეთ ადგილობრივ კლინიკას, სადაც ეხოსკოპიური კვლევის შედეგად დაგვიდასტურდა ღვიძლის და ნაღულის ბუშტის გადიდება. შემდეგ გადმოგვამი სამართეს თბილისში. ღრმა კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ღვიძლი საკმაოდ იყო ზომაში მომატებული, იყო სანაღვლე გზების პრობლემაც. იქიდან მოყოლებული სულ კვლევებში ვიყავით, უამრავ კლინიკაში მოგვიწია მისვლა, მაგრამ საბოლოო დიაგნოზი მაინც ვერ გავედით. აქედან გამომდინარე მოგვიწია თურქეთში წასვლა, სადაც დაისვა დიაგნოზი, რომ გჭირდებოდა ღვიძლის ტრანსპლანტაცია. მოვმართე ბატონ ზაზას კონსულტაციაზე. ბატონ ზაზას რო შევხვდი, დეტალურად ამიხსნა ყველაფერი, რა გჭირდებოდა, შემდგომ რა იქნებოდა. საბოლოოდ ჩამოვყალიბდით, რომ გადანერგვა გაკეთებული იყო საქართველოში, ამერიკულ ჰოსპიტალში. კვლევების შემდეგ დაინიშნა ოპერაციის თარიღი. წარმატებით ჩაიარა ოპერაციამ, თავს გრძნობ ძალიან კარგად, ყველანაირი გართულების გარეშე. ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში ბატონ ზაზას, მის ყველა თანამშრომელს, რომელმაც სულიერ შეიტანა ჩემი შვილის გამოჯანმრთელებაში. ბოლო ღვიძლგან ერგენ პაციენტი 13 წლის ბავშვი იყო, რომელსაც 9 თვის წინ დაეწყო ქავილი, სიყვითე თვალის ქერებსა და კანზე. მოგვიანებით მასთან დაერთოდ ტკივილისა და დისკომფორტის შეგრძნება მუცლის არეში. რის გამოც სხვადასხვა კლინიკებში, მათ შორის უცხოეთშიც ჩატარებული კვლევებით პაციენტს დაუდასტურდა პირველადი მასკულარიზებული ქოლანგიტი და მის ფონზე განვითარებული ღვიძლის ციროზი. შემდგომი კურნალობის მიზნით პაციენტმა მომართა ჩვენს ცენტრს. ჩვენს ჰოსპიტალში პაციენტი აყვანილი იქნა მონიტორინგზე პედიატრის მხრიდან და პარალელურ რეჟიმში დაწყებული იქნა მზადება ტრანსპლანტაციისათვის. ჩატარებული კვლევებით დედა სრულ შესაბამისობაში იყო და გაკეთდა ღვიძლის გადანერგვა. პოსტოპერაციულმა პერიოდმა ჩაიარა გართულების გარეშე და ოპერაციამ მე-12 დღეს პაციენტი გაეწერა ბინაზე დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში. საუკეთესო შედეგები ჩვენი ჰოსპიტალის გუნდური მუშაობის დამსახურებაა. გისურვებთ ჯანმრთელობას.